დაიმახსოვრეთ ნამდვილ პრინცესებს სასახლეებში კი არა, ტანვარჯიშის სკოლებში შეხვდებით. მიესალმეთ, ჩვენი სტუმარია სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე ბარბარე კაკაურიძე. მოგზანდით, დედა რა სილამაზე მოგზანდა, გამარჯობათ ბარბარე, დაგრძანდით. და რა ლამაზი ხართ? ძალიან ლამაზი ხართ ბარბარე. ძალიან დიდი მადლობა. ხო, აი ხო ამბობენ რომ აი ტანვარჯიშზე ვინც დადისო ისო მშვენიერდებაო. ხო ასე არის ნათქვამი და კიდე უფრო ლამაზდებაო. ნამდვილად აი მე ხომ ეთყობა რომ არ მიულია ტანვარჯიშზე. ასე ნამდვილად მართალი ხარ. ეხლა რა მაინტერესებს შენ ტანვარჯიშმა გაგალამაზა თუ ისედაც ლამაზი იყავი? ისედაც ლამაზი ვიყავი. აი ამაშია საქმე. ბევრს ვარჯიშობ. რამდენ ხანს ვარჯიშობ ხომ? 1 საათს, 2-ს? ძალიან ბევრი ხანი. ძალიან ბევრი ხანი. მეტი? კიდე უფრო მეტ ხანს? რამდენ ხანს? შეგიძლია მითხრა? თუ რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება ამის თქმა. 2 საათი მაინც არის ხო საჭო? 2 საათი. აპლოდისმენტები. იცი რა, ეხლა რო უყურებ ეს როგორი რთული ცხოვრება გაქვს შენ რა. აი 5 წელს ხარ უკვე წელებზე ფეხს იდგამ. ხო? კვირაში რამდენჯერ დადიხარ ხოლმე? 3 დღე, 2 დღე, 4 დღე, 5 დღე, ყოველ დღე? 4. 4 დღე დადიხარ? კიდევ სადმე დადიხარ ტანვარჯიშის გარდა? არა. სადღაიulis ბავშვი, სადღაიulis 2 საათი 4 დღე კვირაში. ამასტაში არ უნდა არა. ხო. ბაღში? ბაღში დადიხარ. ბაღი მოგწონს? რა მოგწონს ბაღში ყველაზე მეტ? საჭმელი. ყველაფერი. მართლა? ხო. რეები აბა მითხარი. გადასარევი. გადასარევი ყოფილა ყველაფერი. ანუ მომიყევი ბაღში რა ხდება მაგალითად რომ მიდიხარ? აი თამაშობ. საჭმელსაც მაჭმევენ. საჭმელი აუცილებელია, საჭმელი აუცილებლად უნდა გამოვუყოთ. კიდე რა ხდება ხოლმე ბაღში? ხატავთ. ხატავთ? რა მაგარი, ხატვა იცი? ხატვარი ვარ. რას მეუბნები? მოც. ანუ შენ ხატვაც იცი და მხატვარიც ხარ? ხატრულ ტანვარჯიშზე იმიტომ დადიხარ შენ? აი ბაღის საჭმელებზე გავამახვილეთ ყურადღება და მოდი ახლა მომიყევი რომელი საჭმელი მოგწონს ყველაზე მეტად აი ამ ბაღში, რადგან აი ეს გამოვარჩიეთ, ხატვა გამოვარჩიეთ და საკვები. აბა მომიყევი ახლა რა მოგწონს? არაქიანი პური. ბორში. ბორში. კიდე? ყველაფერი. ბაღის ყველაფერი და სახლის? სახლიც იგივე ყველაფერი. მართლა? ვინ აკეთებს საჭმელს სახლში? დედა. რაებს აკეთებს რა საჭმელებს? გემრიელებს. ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ როგორი გემრიელია? უფრო. უფრო ვიდრე ბაღში? ხო. ხაჭაპურს აკეთებს? კი. მართლა? კი. ბაღის ბორში გირჩევნია თუ დედიკოს ხაჭაპური? ორივე. კი ბატონო, რა მინდა გკითხო? შენ ხომ ტანვარჯიშზე დადიხარ? კი. მერე ტანვარჯიშისთვის ფორმაში უნდა იყოსო. მერე საჭმელს არ გიკრძალავენ ჭამას? ჭამევ. ანუ სხვა რაღაცა. აბა ცუდი რაღაც. რა ცუდ რაღაცას გეუბნებიან? ცუდი რაღაც არ ჭამოთ. ცუდი რაღაც არ ჭამოთ, რომ ისე ჭამე რამდენიც გინდაო? და ცუდი რა არის საჭმელი? ეგ რომელია? ცხიმიანი. ცხიმიანი არ ჭამო. კიდე რას გეუბნებიან? გაზიანი არ დალიოთ. ვინ გეუბნება ამას? ჩემი მასწავლებელი. ტანვარჯიშზე. კარგი, მოდი დედიკოს ვკითხოთ. დედიკო აქ არის? კი. აბა სად არის დედიკო მითხარი? აი, გამარჯობა. უყვარს ჭამა მართლა? ის რაღაცა ძალიან განსაკუთრებულად თქვა? ანუ კი, არის ისეთი კვება, უყვარს, ხორციანი საჭმელები უყვარს ძირითადად, კახელია და უფრო ხორცს სევს დიდ კვეთს და კარგია, მწვადი მეც მიყვარს. მაგრამ ხაჭაპურიც უყვარს და მეგრული კერძებიც უყვარს, იმიტომ რომ მეც მეგრელი ვარ და ყველაფერი უყვარს გემრიელი. გასაგებია, შესანიშნავი სიმბიოზია, კახური და მეგრული ერთად დაგვეთანხმებით ყველა დარწმუნებული ვარ.
რატო გადაწყვიტეთ რომ შესულიყოთ ანვარჯეთ? ანუ ქონდა რაღაც უცნაური ქცევები, ხილების გადატანა, ფეხების ატანა, ისეთ რაღაცებს აკეთებდა ხოლმე და ისე იმდენი დიდი ყურადღება არ მიმიქცევიათ. ერთ დღესაც დამიძახა და მითხრა რომ ეს სპორტი მოწონდა ძალიან. და სხვათა შორის ქეთის ვიდეოებს უყურებდა ხოლმე, დილის ვარჯიშებს რაღაცებს და კონკრეტულად უნდა ქეთისთან მისვლა და ესე გადავწყვიტეთ რომ მივსულიყავით ქეთისთან. და ესე იგი შესაბამისად ზედმეტის შესავლების გარეშე და აპლოდისმენტების თანხლებით ქეთის პატიაშვილს მივესალმოთ, გამარჯობათ, მისაბაძი მაგალითი. ფაქტიურად ყველაზე მისაბაძი ადამიანი ქეთი ყოფილა, როგორი გოგოა? მოგესალმებით. ბარბარე არის შესანიშნავი გოგო, ძალიან დამჯერი. ეს კიდევ გვანცას დამსახურებაა, პირადი მწვრთნელი არის გვანცა და თავიდანვე აი როგორც კი მოვიდა ტანვარჯიშზე ჩვენთან გაკვეთილებზე გამოირჩეოდა აი რაღაც პირველივე დღიდან თუ ვიღაცას ჭირდებოდა დისციპლინა ხო სანამ მიეჩვევიან გარემოს, დარბას, მოსმენას. ბარბარეს აი ეთყობოდა რომ თვითონ აინტერესებდა ეს სპორტის სახეობა და ძალიან მალე ჩაჯდა იმ კალაპოტში, დაიწყო რთული ილეთების შესრულება, მალევე წავიყვანეთ შეჯიბრებებზე, უკვე ძლიერ შეჯიბრებებზეც და უკვე აქვს მედლები, როგორც აი საქართველოს ფარგლებში შეჯიბრებებზე, ასევე საერთაშორისო ტურნირზეც აქვს ბარბარეს მედალი, რაც აი ამ ასაკში. გვანცას ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით, ყოჩა, გვანცა. მოგესალმებით. კი, ბარბარე თავიდან რომ მოვიდა ვარჯიშზე, იყო რეზინა. მაშინვე ზოგს უჭირს ხოლმე თავიდანვე ვთქვათ შპაგატში ჩაჯდომა, ხიძე გადასვლა. ბარბარე რომ მოვიდა ეგრევე რეზინასავით ჩაჯდა შპაგატშიც, გადავიდა ხიძეც და მედლებიც მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა. 6 მედალი აქვს ამჟამად. ეს ჯერ დასაწყისია. 6 მედალი გაქვს? რა მაგარი გოგო ხარ. ყოჩა, საოცარი ამბავია. ესე იგი, ყველაზე მეტად რა გინდა, ეხლა მითხარი შენ რომ გააკეთო ცხოვრებაში. ვინ გინდა რომ გამოხვიდე? ტანმოვარჯიშე. გადაწყვეტილი ამბავია ეგა? შენ ვიცი რომ მედლებს ხარ მიჩვეული, იმიტომ რომ სულ იმარჯვებ ხოლმე და მე დღეს მედლებს ვერ შეგვედები, მაგრამ აუცილებლად გეტყვი იმას რომ უსაჩუქროდ არ გაგიშვებ. საჩუქრები ხო გიყვარს? კი. შესანიშნავი. სანამ საჩუქარს გადმოგცემდნენ, მანამდე ზედმეტი შესავლის და საუბრის გარეშე ბარბარე კაკაურიძე თქვენს წინაშე. Salagadoola, metricaboola, bibbidi bobbidi boo. Put them together and what have you got? Bibbidi bobbidi boo. Salagadoola, metricaboola, bibbidi bobbidi boo. It'll do magic, believe it or not. Bibbidi bobbidi boo. Now salagadoola means a metricaboola roo. But the thing about that does the job is bibbidi bobbidi boo. Bravo! შესანიშნავი შესრულება, უფრო მეტი დაში გჭირდება ბარბარე კაკაურიძე. როგორი მაგარი იყავი, საოცარი. მე მგონი არც კი დაძაბულ ხარ ისე მაგრად წარმოადგინე შენი წარმოდგენა. შესანიშნავი იყო, აპლოდისმენტები.
და ეს არ არის მხოლოდ აპლოდისმენტები არ არის შენი საჩუქარი. ახლა ჩვენთან მოგზანდება ფაგიო! მადლობა ფაგიოს. მანდ არის სპეციალური ნაკრები ფაგების, რომელიც დაგიცავს გაციებისგან და ყველანაირი ინფექციისგან. დედამ იცის ფაგიო! და რა თქმა უნდა, ჩვენთან ასევე მობრძანდება, ხელს რო არ შეგიშალოს, დავიკავებ ამას, ლოკომოკოს ლომი! შესანიშნავი საჩუქარი ლოკომოკოსგან, ესეც შენია. ძალიან დიდი მადლობა, წინ გავიდეთ ასე და რევერანსი შეგვიძლია გავაკეთოთ. აპლოდისმენტები ბარბარე კაკაურიძეს!